შემეცნებითი, აქტიური, პოზიტიური, კონტაქტური, მრავალფეროვანი დილის არხი. რადიო იმედზე. ზაზა ჭითანავასთან ერთად. განვაგრძობთ რადიო იმედის დილის არხის ფორმატში მუშაობას და სტუდიაში ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის დაცვის სამმართველოს უფროს გიორგი მამადაშვილს მასპინძლობს. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ გიორგისთან ერთად ჩვენ გამოვეხმაურებით იმ ბანერებს, რომლებიც ხანძრის წინააღმდეგი ინფორმაციის კიდევ ერთხელ მოწოდების მიზნით განთავსდა 350 ადგილას სახელმწიფო ტყეებში და კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რომ შეგვახსენონ როგორ უნდა გავაკეთოთ ხანძრის გაუვრცელებლობის თუ ხანძრის არდაშვების თუ ხანძრის წარმოუქმნელობისთვის ტყეში სეირნობისას მით უმეტეს რომ აგერ მიუხედავად იმისა რომ წვიმაა და დღესაც რაღაც თუ ხვალისთვის არც ისე მარტივი ამინდია დაანონსებული მოვედით იმ რეალობაში და იმ სეზონში როდესაც ზღვა მთა არის განსაკუთრებული ღირებულების და ტყეში სეირნობა კიდევ ერთხელ მიმზიდველი ხდება მით უმეტეს ურბანული სივრცისთვის და სივრცეში მცხოვრები ადამიანებისთვის ტყეს სხვა განსაკუთრებული ღირებულება აქვს შეიძლება ამასობაში ურბანიზაციამ და ტექნოლოგიებმა დაგვავიწყეს კიდევაც ის ბუნებრივი და მარტივი უნარები რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ რომლებიც გარემოსთან და ტყესთან განსაკუთრებულად მეგობრობდნენ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე როგორც ჩანს ამ ბანერებით შეხსენება კიდევ ერთი მექანიზმი იმისა რომ პრევენციული თვალსაზრისით თავი ავერიდოთ ხანძრებისგან და აქ მარტო ადამიანური ფაქტორი არ არის თუმცა ჯერ ადამიანურ ფაქტორზე ვისაუბროთ ბატონო გიორგი მიზეზი და ლოგიკა გასაგებია ამ საინფორმაციო ბანერების განთავსებისა თუმცა როგორია იგი რა ფორმატისაა მარტო ქართველებზეა გაცვლილი თუ საერთაშორისო ვიზიტორებზეც და რა ინფორმაციაა მასში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს. დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს მსგავსი ტიპის კამპანიებს დაიცავი ტყეში ქცევის წესები. ეს ბანერები კი რაც თქვენ ახსენეთ, სწორედ მიზანმიმართულია იმისთვის, რომ ტყეში ქცევის წესით ყველა ისედაც ვიცით გარკვეულ დონეზე, იმიტომ რომ ქართველებს განსაკუთრებით გვიყვარს ესეთ სასიამოვნო გარემოში დროის გატარება, ლაშქრობებში სიარული და ასე ვთქვათ, ოჯახურად გვასწავლიან მაინც ბავშვობიდანვე, შეძლების დაგვარად. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არის ტენდენციები იმ კუთხით, რომ ხანძრების რიცხონობები ფაქტიურად იზრდება უმეტეს შემთხვევაში ადამიანთა დაუდევრობით ამან გამოიწვია საჭიროება, რომ სხვადასხვა საშუალებებთან ერთად უკვე ბანერით შეგვეტანა ტყეში. ბანერზე დატანილია ინფორმაცია, ის ელემენტარული ნაბიჯები, რაც დამსვენებელმა უნდა გაითვალისწინოს, როდესაც სურს მაგალითად კოცონის დანთება. ასევე გავათანამედროვეთ და დავამატეთ ბანერზე QR კოდი, რომლის საშუალებითაც როგორც ქართველი დამსვენებელი, ასევე უცხოელი ტურისტიც შეძლებს გაეცნოს ჩვენებურ ადგილობრივ წესებს, ჩვენ რას მოვითხოვთ დამსვენებლისგან, რომ დაიცვას ის კონკრეტული წესები, რაც ძალიან შეამცირებს ხანძრის გაჩენის რისკებს. თუ გსურთ დეტალურად შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად დასკანერების შემთხვევაში ამ QR კოდის თქვენ ტელეფონის საშუალებით როდესაც მოახდენთ, გამოჩნდება თქვენს ეკრანზე ის თითოეული ნაბიჯი, მაგალითად როგორ უნდა შეარჩიოთ საკოცონე ადგილი, რომელსაც ჩვენ საკოცონე ბაქანს ვეძახით, უნდა მოხდეს ამ ფართობის გაწმენდა, მაგალითად სწრაფად აალებადი მასალისგან ეს შეიძლება იყოს ფიჩხი, ხმელი ბალახი, არის მოწოდებული ინფორმაცია, სად არ უნდა დაინთოს კოცონი, ეს არის მაგალითად წიწოვანი მოზარდი, სადაც არის ან ყოფილი ნახანძრალი და მსგავსი ტიპის იქ, სადაც დიდი რაოდენობით არის მაგალითად მოთხილ-მოტეხილი ან ჩამოცვენილი ტოტები. შეგვიძლია ჩვენ ეს მაგალითად ჩამოცვენილი ტოტები შევაგროვოთ, გავასუფთავოთ ამებისგან ფართობი და შემდეგ კოცონის დანთების დროს გამოვიყენოთ. ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს კოცონი არ უნდა იყოს მაგალითად ხის ვარჯის ქვეშ, რომლის ტოტებიც დაბლა არის ჩამოწეული, ეს ხო ძალიან ელემენტარული საკითხებია, თუმცა ამ როგორც ახსენეთ, შეხსენება ჭირდებათ ხოლმე, როგორც არ უნდა არ გვჯეროდეს, მაგრამ ჭირდებათ შეხსენება, რომ ეს წესები უნდა დაიცვან. ასევე ძალიან იმ რეალობაში ვართ უკვე დღეს, როდესაც
ბევრისთვის ხილი არის ის რაც ბაზრობაზე დაბანილ დავარცხლი დაკრეფილი არის და არც წარმოუდგენიათ როგორ ხეზე შეიძლება ეს იზრდებოდეს და რო იქ შეიძლება აზრომა ანუ სამწუხაროდ ეს რეალობა დადგა ბევრ სფეროში ასეთი უცნაური რეალობაა, სხვა გზა არ არის, ამიტომ სულ რაღაც 15 წლის წინანდელ ქართულს ძალიან გულიანად გაეცინებოდა აი ამ ყველაფერზე, მაგრამ ხო და ლოგიკურია ისიც იმიტომ უნდა იყოს ის ბაქანი შერჩეული რომ ნიადაგიდან ბალახის მეშვეობით ან ტოტების მეშვეობით არ მოხდეს გავრცელება და დადარიგი დავიჭიროთ აალების შემთხვევაში მაღალიც რომ გეჩვენოთ ესეთია რა ჯობია ხეს გაერიდო ხო იმ შეიძლება ვერც გააკონტროლო ის აალი და წიწვოვანზე ხომ მithumedes მე უკვე ფოიერვერკი გარანტირებულია და თუკი დადგა შემთხვევა როდესაც ხანძარი გავრცელდა რა მექანიზმებია ხა სამწუხაროდ წელიწის სივრცეში კაფებს და ხანძარსაწინააღმდეგო ხელსაწყოებს ვერ დავკიდებთ. ჩვენ შეძლების დაგვარად ცხადია, ყავს დიდი რაოდენობით თანამშრომლები, ახლა ისევ ემატებიან ტყის ცველები, მეტყევები, ისინი მუდმივად პატრულირებენ რეგიონებში, განსაკუთრებით აი, როდესაც გვიახლოვდება ზაფხულის ის ცხელი პერიოდი, რომელსაც ვეძახით ხანძარ-საშიშ აქტიურ პერიოდს და ამაზე ჩვენ მრავალწლიანი სტატისტიკა გვაქვს და ამ სტატისტიკის მიხედვით ხელმძღვანელობთ პრაქტიკაში გქონია ასევე მეხანძრე დარაჯების აყვანაც ასევე რადგან ისინი მუდმივ რეჟიმში აქტიურად დადიან ტყეებში ესაუბრებიან დამსვენებლებს მოუწოდებენ სწორედ ამ ქცევის წესების შესახებ თუმცა როგორც ახსენეთ არის რა თქმა უნდა ისეთი ადგილებიც სადაც არც დამსვენებელი მიდის, არც ტყის მცველი ახერხებს იქ მისვლას და მაგალითად ბუნებრივი კლიმატური პირობების შედეგად შეიძლება მაგალითად მეხი ჩამოვარდეს, გაჩნდეს ხანძარი და მერე იწყება უკვე შეუქცევადი პროცესი. ეგ ცალკე თემაა, მაგრამ როდესაც ადამიანს უკვე გაექცა და აი ატყობს რომ უკვე კოცონი კი არა ცეცხლია. რა საშუალებები რჩება მithumedes ტყეში? ცხადია იმ წუთს აუცილებლად რეკავს 112-ზე ტელეფონი იჭერს აუცილებლად ანუ მაგრამ ამ გადაუდებელი შემთხვევაში ასეთ დროს ცხადია ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, როდესაც ვართ ლაშქრობაში მაგალითად იქსაც ადამიან და უმეტესობა ვერ მოხვდება და ამ დროს თუ დავანთეთ კოცონი და გადავიდა კოცონი უკვე ხანძარში ყველანაირ მეთოდს უნდა მიმართოთ. იქ შეიძლება ხა ოფიციალურად ჩვენ მაგალითად რეგიონებში გვაქვს გაგზავნილი ხანძრის ერთ-ერთი ჩაქრობის მეთოდი, უпростоრად იარაღი, გარდა ზურგჩანთისა, არის საფერთხელებიც. მაგალითად შეიძლება ტოტების შეკვრა გამოიყენოს ადამიანმა, რომ არ მისცეს განვრცობის საშუალება შექმნას. თუმცა ეს ძალიან რთულია მithumedes თუ ფერდობზე ვართ, თუ მარტო ვართ და ამიტომ ეს რა თქმა უნდა ძალიან რთულ საკითხთანაა დაკავშირებული და ასე დროს იწყება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში შეუქცევადი ხანძრები რაც ტყეში ბოლო პერიოდში ხშირად არის. თუმცა ამას რა თქმა უნდა ეხმარება კლიმატური პირობებიც, აი მაგალითად ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდი. ეს ხელს უწყობს იმ ასე ვთქვათ კომბინაცია არის ადამიანის დაუდევრობა და კლიმატური პირობები. იცით რა ეს ბანერები ხო ნუ ცოტა სასაცილო ჟღერს, მაგრამ ფაქტია რომ საჭიროება არის, იმიტომ რომ რაც მე მახსოვს ყოველწლიურად ეროვნული სატყეო სააგენტო სხვა აქტივობას მართავს ტყეში ასე მოვიქცეთ, ტყეში ისე მოვიქცეთ, ხანძარი რო არ გაჩნდეს. თქვენ როგორც ახსენეთ, ზოგმა უკვე არის ის ხილი, რომელი ხიდან იკრიფება შესაბამისად, ესეთ ელემენტარულ ინფორმაციასაც რომ მივაწვდით, გვაქვს იმედი, რომ მცირე რაოდენობის ადამიანი მაინც გაითვალისწინებს. ხო, მithumedes თუ QR კოდით არის, იქ იმედი მაქვს დაიმახსოვრებს, რომ შეხედავს ხოლმე პერიოდულად. ეს ფათაშორის ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ზოგს მაგალითად კითხვა რაც ბანერზე რაც წერია არ სიამოვნებს და სწორედ გათანამედროვეობა ამ QR კოდის დატანება. ახლა ჩვენ ბევრ ადგილას საინფორმაციო დაფას ვხედავთ ხოლმე, ხო, ეს დაცული ტერიტორია იქნება თუ სატყეო სივრცე და ხშირად არის საინფორმაციო ბანერები. მას შემდეგ როცა ეს თვალი ეჩვევა ფონურ რეჟიმში გადადის და იქ შემსვლელი არც კი შეხედავს ამას და QR კოდი ამ შემთხვევაში ჯერ კიდე თქვათ უფრო მიმზიდველი არ არის, მაგრამ მართლაც ვბრძანებთ, მე არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა გუნდურ ლაშქრობაში, თუნდაც დასულ ტერიტორიებზე და რო ვაკვირდებოდი
ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი კითხულობს ბანერზე რა წერია, მაგალითად იმ კონკრეტული ტერიტორიის ან ბიომრავალფეროვნების შესახებ. ასე რომ QR კოდის იმედი გვაქვს ამჯერად, გარკვეულწილად. მე მგონი QR კოდი, არ ვიცი ახლა ის რამდენად მართებული იქნება, მაგრამ რაღაცა ფირფიტაზე ან მასალას რო გადაიტანოთ და ტყის ბილიკის გასწვრივ რაღაც სიღრმეებშიც რო იყოს QR კოდი, ალბათ ურიგო არ იქნება. შეიძლება ეგ დროც დადგეს. ხო, სადაც ბილიკის მარკერები გვაქვს, იქვე ესეც რომ იყოს ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც სამწუხარო რეალობა გვაქვს. ესეც გარემოსთან კავშირშია და ჩვენი ქცევის ცუდი წესია ერთი საზოგადოებისა, როდესაც სიგარეტის ნამწვის გადაგდება არის ნორმა. სიგარეტის ნამწვის ფანჯრიდან, აივნიდან მოსროლა, მანქანიდან გადაგდება, იქ სადაც მოწევენ, იქვე დაგდება და ნუ მაქსიმუმი ფეხით დასწრეს და მორჩა ხანძარი აღარ იქნება. ეს რასაც ჩვენ ურბანული სივრცე პატიობს, იმიტომ რომ ჩვენ აქ დავდივართ და ნუ ეს ადამიანები სამწუხაროდ არ აქცევენ ყურადღებას, რომ ეს ნამწვი მე როგორც ნაგავი შეიძლება ბავშვმა აიღოს და ეს ბავშვი შეიძლება მისი შვილიც აღმოჩნდეს და ასე შემდეგ და დაავადებაც გავრცელდეს და ასე შემდეგ მინიმუმ ვიზუალურზე რო არაფერი ვთქვათ. თუ ურბანულ სივრცეში ეს კიდე ნორმა როგორ თქვა, მაგრამ არ ვიცი, ბჭყალებში რა სიტყვა გამოვიყენო, არსებობს. ტყეში ხო რამ ხო ადვილად წარმოსადგენი ადამიანი, რომლისთვისაც ნორმაა რომ სიგარეტი მოწია და თამბაქოს ნამწვი გადააგდო, ტყეშიც იგივეს იზამს. აი ერთ-ერთი ხო არაფერს მაქსიმუმი იქნება დააგდებს და თავის შუაში დასწრისავს, რომ ნუ არ გავრცელდეს, მაგრამ არც იმის გარანტია არ აქვს, რომ იქ მაინც მე არ გაგვივიდეს ცეცხლი. უბრალოდ ხო ერთი არის ის უნარები, რომელიც ურბანიზაციამ დაგვავიწყო, თქვათ, ტყესთან ურთიერთობის კუთხით და მეორე არის ის არ ვიცი თანამედროვეების ეს მანკიერი მხარე, რომელიც თუნდაც ნამწვის აი ესე მოსულას ნორმა დაქცევს და ალბათ ესეც კი შესახსენებელია ტყეში შესვლამდე, რომ ნამწვი არ მოისროლოთ. კი ბატონო. ამ საკითხზე ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება მივუდგე, მაგალითად ურბანულ ნაწილს რაც შეეხება. მე მაგალითად არ ვეთანხმები, რომ მაგალითად ის სამსახური, რომელიც გვისუფთავებს და გვილამაზებს ჩვენ ქუჩებს, იმათ არ უნდა ევალებოდეს სიგარეტის ნამწვისგან გასუფთავება. ქუჩები უნდა გაიწმინდოს ჩამოცვენილი ფოთლებისგან, ტოტებისგან. ხშირად მსმენია სხვათა შორის, რომ აი ზოგი იმიტომ გადააგდებს ამ სიგარეტის ნამწს, რომ მას ხომ მაინც აალაგებენ. არა, მე ვთვლი, რომ იმისთვის უნდა არსებობს და არსებობს უკვე არაერთ გაჩერებაზე სიგარეტის ნამწვის ჩასაგდებით ცალკე კონტეინერი, თუ ხართ დაკვირვებული. ამიტომ უკვე გაჩენილია ეგეც და ნელა-ნელა ალბათ თაობებიდან თაობაში ჩაიბეჭდება ეს ქცევაც. ხოლო რომ გადავიდეთ ტყეში, აქ ძალიან დიდ, რა თქმა უნდა, როგორც ახსენეთ, სირთულეებთან და ძალიან დიდ რისკებთან გვაქვს საქმე. სიგარეტის ნამწვსაც რო დავანებოთ თავი. ნუ ზოგადად ხანძრის გაჩენას ხომ ერთი მცირე ნაპერწკალი ჭირდება და შეიძლება მთელი რეგიონის ტყე გადაიწვას. ალბათ ცოტა მოგვიანებით შევეხებით იმ თემას, როგორ შეიძლება ის აღდგეს, მაგრამ შეიძლება ხანძარი წარმოშვას არა მხოლოდ სიგარეტის ნამწვა, არამედ იგივე ნებისმიერმა ნარჩენმა, რასაც ვტოვებთ მაგალითად იგივე ლაშქრობის დროს, ეს შეიძლება იყოს პლასმასის ჭურჭელი ან განსაკუთრებით შუშის, ეს უკვე ყველა მიცის, მაგრამ მაინც გვიწევს ამაზე აპელირება, რომ არ შეიძლება ასეთი ნარჩენების დატოვება და საერთოდ ნაგვის დატოვება რა და ვთვლი, რომ აი ნახეთ, მე რახან განსაკუთრებით ადრე ძალიან ხშირად ვიმყოფებოდი ტყეში, არა მხოლოდ პროფესიულად, ისედაც მოყვარული ვარ ლაშქრობის და ექსპედიციების და ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უკვე ვამჩნევ უმეტეს შემთხვევაში უცხოელ ტურისტებში, რომ ისინი თუ ნახავენ დაგდებულ ნარჩენს, აგროვებენ. და ამას რო ვუყურებთ, მწვენოდა მე, იმიტომ რომ სხვის დაგდებულს ესენი აგროვებენ, აი მაგალითად რაიმე ტურისტული ბილიკია, გზად შეაგროვეს და არ ეზარებათ, უკანვე ჩამოიტანენ, ნახავენ ბუნკერს და იქ აგდებენ.
სამწუხაროდ ძალიან მცირე შემთხვევაში მინახავს ეს ქართველის მიერ გაკეთებული. უფრო მომისმენია ჩვენების მხრიდან კითხვა ბილიკების გასწვრივ რატო არ არის ნაგვის ყუთი. თუმცა არის ამოსული ის თაობა, რომლებიც შვილებს ასწავლიან. აი ხა კარგი პოზიტიური მხარეც მინდა ვახსენო. პოზიტიურიც არის, უბრალოდ ამ თემებზე ახლაც რო გვიწევს საუბარი, ამ პრობლემაზე სასაცილოა და რაღაცა რთული მდგომარეობის მაჩვენებელი ამას გულისხმობ. კარგი, ადამიანური ფაქტორი დღეისთვის არ არის დღეისთვის კი არა, ზოგადად მარტო ადამიანური ფაქტორი არ ყოფილა, ბუნებრივი პროცესების არის ხოლმე ისეთი, რაც შემდეგ ხანძარს იწვევს. მე ამიკითხავს და მომისმენი აზრიც, რომ თუ კი ტყეში ხანძარი ჩნდება, ესეც შეიძლება იმ ბიოლოგიური რეციკლირების ნაწილში გარემომ თვითონ უზრუნველყო იმისთვის განვითარდეს და ასე თქვა თავი შეინარჩუნოს და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ კლიმატის ცვლილების იმ ეპოქაში, როდესაც საერთოდ მე მგონი თვითონ გარემოც ევოლუციის რაღაც სხვა საფეხურზე გადადის, არათუ ჩვენი ახმადობით გაუდაბნოება თუ სხვა პრობლემები, რასაც ვაკვირდებით. კლიმატური ცვლილება დამატებული მოცემულობას, რაც ისედაც ბუნებაში არსებობის დღიდან არსებობს, რა არის ძირითადი მიზეზები ხანძრის გავრცელებისა და იქ სადაც ადამიანური ფაქტორია პლუსი როგორ დავარქვა ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის შანსი იმისა, რომ ეს ადამიანი ხმას მიაწვდოს სხვებს და უკვე შესაბამისი სამსახურები ერთვებიან. მაგრამ იმ შემთხვევაში, სადაც ადამიანური ფაქტორი ნულოვანია, მით უმეტეს ეს ცოტა რთულად მისასვლელი ადგილია და იქ ჩდება ხანძარი, მერე უკვე რეაგირება კიდევ უფრო რთულდება. ხადია. აი ეს სხვაობა არის. რა რჩება ძირითად მიზეზებად და რომელი ზონებია ჩვენთან ის ადგილები, სადაც ხანძრის საშიშროება, თვითაალება ტყეებში ისევ რჩება გამოწვევად. ჩვენ მეტწილად სამწუხაროდ ბორჯომხარაგაულის ტყე-პარკთან გვაქვს ეს ფრაზები მოსმენილი და ასოცირებული სამწუხაროდ. მაინც ორივე ფაქტორზე უნდა ვისაუბრო, როგორც ადამიანურზე, ისე ბუნებრივზე. სწორად ახსენეთ და საინტერესო თემას შეეხეთ, როდესაც ტყე ან ბუნება თვითონვე იწყებს ამ ხანძარს. არის მაგალითად ევკალიპტის ტყეებზე არის მაგალითად გაჟღერებული ეს ინფორმაცია, რომ როდესაც გარკვეულ ხნოვანებას მიაღწევს, თვითონვე ესეთ გუმფისი შიგთავსის გადმოდენა ხდება, რომელიც მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში იწყებს წვას. და ამისი ფუნქცია არის ის, რომ ის ტერიტორია გადაიწვას და დასაბამი მიეცეს მომავალ ჯანსაღ ტყეს, ახალგაზრდა ტყეს. ეს ცხადია საქართველოში ნაკლებად ხდება, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის ის სახეობები ხეებისა, რომელსაც მსგავსი საქციელი ახასიათებს. თუ შეიძლება ეს ევკალიპტი, რომელსაც ხსნარი სითხის სახით ფაქტობრივად ხო სითხე შეიცავს დიდი რაოდენობით. კი ბატონო. თუმცა ზოგ შემთხვევებში ამბობენ ხოლმე აი წიწონებზე მათაც გადმოსდით მსგავსი ტიპის გუმფისი, თუმცა წიწონებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი ეს ბუნებრივად სპეციალურად იმიტომ ხდება ეს, რომ ბუნებრივად დაიწყოს ხანძარი და გადაიწვას და შემდეგ ახალი ტყე გაჩნდეს. ევკალიპტის შემთხვევაში ეს რაღაც გარკვეული ციკლი. ციკლი არის ჩვეულებრივი. რაც შეეხება თვითონ ამ რეგიონებსაც უფრო მაღალი რისკია. სწორად აღნიშნეთ ბორჯომხარაგაული და ზოგადად სამცხე-ჯავახეთი, იქ სადაც გვაქვს ნაძვნარი, ფიჭვი, სოჭი, აი ამათი ერთობლიობა, ტყის ნიადაგის ზედა საფარი, ეს არ არის უბრალოდ ნიადაგი, ეს არის საკმაოდ სქელი ზედაპირული მასა წიწვის და ფისის შემცველი, აი გუმფისის შემცველი ტოტების ერთობლიობა. რაზეც ძალიან სწრაფად რომელიც ბენზინზე უფრო ალებადია ალბათ. კი ბატონო. შესაბამისად, რაც არ უნდა ადამიანებმა დავიცვათ, თუნდაც რომ მივახციოთ იმ ყველანაირი ელემენტარული წესის დაცვას. მაინც შესაძლოა განსაკუთრებით როცა ეს ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდი იწყება, შესაძლოა მოხდეს მზის სხივის ისეთი არეკლა, თუნდაც იმ შემხმარი გუმფისის გამოყენებით, ეს უცნაური ფაქტია ბუნებაში, მაგრამ მაინც შეიძლება მოხდეს. ამაზე არაერთი დოკუმენტური ვიდეო არსებობს და მცირე ზომით როგორც გამადიდებლის ეფექტი, როგორც შუშას შეუძლია ტყეში, ასევე წიწვოვანში შეიძლება ამან წამოიწყოს მცირე ხანძარი, რომელიც ქარიც არ არის ესეთ ადგილას საჭირო,
ძალიან სწრაფად აალდება, როგორც ახსენეთ, ბენზინზე უფრო ძლიერია ეს კომბინაცია ესეთი წიწვების და ტოტების. წავა მინდორზე, მიზის ზედაპირზე და შემდეგ დაიწყებს ხეებზე აალებას უხეშად რო ვთქვათ, რაც კიდევ უფრო გაართულებს ხანძრის აღმოჩენას და რო ახსენეთ, რომ ეს შეიძლება დაიწყოს იქ, სადაც ადამიანი საერთოდ არ არის ჩარეული და შორს არის მაგალითად დამსვენებლებისგან და სადღაც ძალიან მიუვალ ადგილას დაიწყო. ასე დროს ცხადია იწყება საევაკუაციო როგორ თქვა ღონისძიებები, ოღონდ არა ადამიანთა გამოსვლით, იქ არ არის თქვათ, როგორც ახსენეთ, დასახლება თუ არა. იწყება უკვე ვერტფრენების ჩართვა, ისეთი ბილიკების გამოყენება, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი, რომ ესეთ მიუვალ ადგილამდე მეტყევებმა ან საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მოახერხონ. ეს ძალიან რთული პროცესია, მაგრამ სხვა გზა არ არის, მაინც აი ამ სირთულეების გადალახვის მიზნით უნდა მოხერხდეს რაღაც დონეზე ლოკალიზება. ყოველთვის ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ გაჩენილი ხანძარი რაღაც დონეზე შემოისაზღვროს და შეჩერდეს. და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან ბევრ სირთულესთან დაკავშირებული, თუმცა ვცდილობთ მაქსიმუმს, რომ აი მიუვალ ადგილებშიც კი რაღაცნაირად ვიყოთ მზად და შეიძლება ის დაგვარად მცირე ფართობი დაზიანდეს ხანძრის დროს. კომუნისტების ეპოქაში არსებობდა ძალიან ბევრი ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გზები და ბილიკები, რომლებიც ერთის მხრივ ტყემში თანთქა, მეორეს მხრივ ჩვენი დაუდევრობით თუ 90-იანების საჭიროებებიდან გამომდინარე გავაქრეთ, ასე ვთქვათ. და ამ მხრივ რა მოცემულობა გვაქვს, ვიცი რომ ეს ერთ-ერთი მუშაობის ერთ-ერთი საგანი იყო თქვენი სამსახურისთვის და რა რეალობაა. და ბოდიში აქვე დავჯენ, მით უმეტეს ჩვენ გვაქვს დღეს კიდევ სატყეო ტურისტული ბილიკები. და ესეც თუ არის ამ შემთხვევაში კიდევ ერთი დამხმარე საშუალება ხოლმე. ცხადია, დავიწყებ იქიდან, რომ ნებისმიერი მისადგომის საშუალება ესეთი მნიშვნელოვანი და პრობლემური ფაქტის წინაშე დადგომის დროს ხდება თითოეული რესურსის გამოყენება. ეს იქნება ტურისტული ბილიკი, ტყეკაფამდე მისასვლელი გზა, სადაც მხოლოდ ის მანქანები დადიან, რომელსაც ხეები გამოაქვთ მოჭრილი, თუნდაც სანიტარიული ჭრა იყო იმ კონკრეტულ ფართობზე. ნებისმიერი საშუალების გამოყენება ხდება სახმელეთოსი და სწორად აღნიშნეთ, ძველ დროში იყო კარგად განსაზღვრული ხანძარსაწინააღმდეგო გზები, ბილიკები, ასევე მინერალიზებული ზოლები, რომლებიც შემდეგ გარკვეულწილად ზოგი გატყევდა, ფაქტურად აღარ ეტყობა, თუმცა ძალიან ბევრ ადგილას არის მაინც შემორჩენილი. პერიოდულად ხდება მათი ასე ვთქვათ მოწესრიგება, მომზადება, თუმცა როგორც ახსენეთ, ეს სამუშაო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ორგანიზებულად მოხდეს აი ესეთი მიუდგომელი ადგილების აღმოჩენა, სადაც საჭიროებს თუნდაც ძველი გზების რეაბილიტაციას ან ახლებურად მოწყობას. თუმცა ეს არის ძალიან რთული პროცესი, რადგან წინასწარ არასოდეს იცის, სად შეიძლება მეხი ჩამოვარდეს, სად შეიძლება სხვა მიზეზით დაიწყოს ხანძარი და ცხადია მთელ ტყეს ჩვენ ვერ გავჭრით ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად და ვერ დავგსავთ. თაგორიან სივრცეებში. დიახ. გარდა იმისა, რომ რთულია, ასევე პასუხისმგებლობაც არის, რამდენად მნიშვნელოვანია იქ და რამდენად მოსალოდნელია ხანძარი რომ მოხდეს. ჩვენ შევეხეთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, განსაკუთრებით ბორჯომხარაგალოს. ცხადია, იქ არის ყველაფერი იმ დონეზე გაკეთებული, რომ მიღწევადობაც არის ასევე ტბებიც განსაზღვრული, საიდან შეიძლება მაგალითად წყლის შეგროვება. ასე რომ გარკვეულწილად მზად ვართ, თუმცა ცხადია ნებისმიერ ამ მიმართულებით, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროება არის
უფრო მეტი დავხვეწოთ, უფრო მოვამზადოთ, უფრო მეტი რაოდენობის თანამშრომლები, ჩვენ არ გვიხსენებია რომ მაგალითად დრონითაც ხდება იგივე დიდი ზომის დრონები, რომელთაც ლოგიკურია. ხო მათი გამოყენება ძალიან კარგია, იმიტომ რომ პირველადი აღმოჩენა ინფორმაციას აეროგადაღება გაძლევთ თუ ზუსტად, ხო? და ასევე ჩამქრობი დრონებიც არსებობს, რომლებიც მცირე ტომბრით შეიძლება ვთქვათ გავაფრინოთ. ზუსტად წერტილოვანი ზეგავლენისთვის. მაგრამ გავმეორდები რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ცხადია დახვეწას მოითხოვს, ასევე გზების გაყვანაც უფრო მეტ ფართობზე, თუმცა ჩვენ მაინც დამოკიდებულები ვართ სტატისტიკაზე, რაც გვეუბნება იმას თუ სათხდება გინდ ბუნებრივად, გინდ ანთროპოგენური ზეგავლენით. და იქ მეტი ყურადღება იქნება გამახვილებული. ბატონო გიორგი, ამასობაში გვანიშნებენ რომ ჩვენი საერთო დრო იწურება და ყველაზე მნიშვნელოვანს აღდგენას შეეხეთ თქვენ და ბოლოს უკვე ოპტიმისტური თემატიკის რო დავამთავროთ. დამწვარი და გადამწვარი ტყეები ერთია ეს, თქვა ბუნებამ შეუწყო ამას ხელი თუ ადამიანის შეცდომა ან დაუდევრობა იყო, მას შემდეგ რაც ხანძარი დადგა და ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს საქართველოში გადამწვარი ტყეებიც. ამ შემთხვევაში აღდგენის რა მექანიზმები და საშუალებები არის? არსებობს ძალიან კარგად დაკომპლექტებული სპეციალისტთა გუნდი, რომელიც სპეციალისტებიან სწორედ აღდგენის კუთხით, იქ სადაც არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით მოხდა ხეების ან გაჩეხვა, ან ხანძრის შედეგად განადგურება, გამოთავისუფლდა ფართობი, იქ აუცილებლად გარკვეული კვლევების, გეოლოგიური თუ სხვა ტიპის კვლევების შემდეგ იწყება უკვე აღდგენის სამუშაოები, ეს მოიცავს შემოსაზღვროს მაგალითად ღობით, რომ არ მოხდეს იქ გადატკეპნა საქონლის მიერ ან ადამიანის მიერ და ხდება აჩიჩქნა, დარგვა, შერგვა, უამრავი სხვადასხვა საშუალება, ეს უკვე სპეციალისტი ადგენს ამას, რას საჭიროებს ის კონკრეტული ფართობი. იქიდან გამომდინარე თუ რა ისტორია აქვს, როგორც ვახსენე, ანუ ხანძარი მოხდა თუ რა, მაგალითად ბორჯომში რომ მოხდა 2017 წლიდან არაერთი ხანძარი დაემთხვა იქ ძალიან დიდ ფართობზე და ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო. პირველი 2 წელი თუ სწორად მახსოვს იყო სწორედ ეს დაკვირვება, კვლევის პერიოდი და ანალიზი, როგორც გეოლოგიური, ისე კლიმატური და შემდეგ მოხდა რიგ ფართობებზე აღდგენითი სამუშაოების დაწყება. და რიგ ფართობებზე საერთოდ ხელისხლება არჩათვალის საჭიროდ და დღეს რომ თქვენ აბრძანდეთ იქ ძალიან საინტერესო რეალობას შეესწრებით. ჩვენი ტყე არის უნიკალური არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების კუთხით, არამედ იმ უნარით, რომ თვით აღდგენის ძალიან დიდი ძალა აქვს ჯერ კიდევ. და როგორც ხდება ხოლმე ეს მსოფლიო იცის წიწონების ხანძრის შემდეგ იქ იწყებენ პირველი ესეთი სახეობები გაჩენას, ასე ვთქვათ, პიონერული სახეობები, როგორიც არის ვერხვი და სხვა ტიპის ფოთლოვნები და დღეს მაგალითად ის ნახანძრალი ფერდობები არის დაფარული უკვე ფოთლოვანი სახეობებით. იქ სადაც ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და შეერგო, იქ უკვე შერეული ტყის სახეობები გვექნება მომავალში, ცხადია ამას დაჭირდება ძალიან დიდი დრო, ათეულობით წლები, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც წვლილს შეიტან ამ ტყის აღდგენით ღონისძიებებში, იმიტომ რომ ეს არის ტყის მომავალი და ჩვენი მომავალი. საინტერესო სიმბოლოა, რომ ხანძარი არ არის ტყის დასასრული და ზოგადად იქ ცხოვრების და კიდე ახალი ეტაპი იწყება. მადლობა ბატონო გიორგი სტუმრობისთვის. დიდი მადლობა თქვენ. მსმენელს შევახსენებთ, რომ ჩვენ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის დაცვის სამმართველოს უფროს ვასპიზლობდით და ჩვენი მასთან დიალოგის მთავარი მიზეზი გახდათ ის, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით 350 ადგილას სახელმწიფო ტყეებში განთავსდა საინფორმაციო ბანერები QR კოდებით, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ტყეში უსაფრთხოებისთვის მოქცევის წესებს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ მინიმალურ უნარებს, რომლის გათვალისწინებითაც არ უნდა დაუშვათ თუნდაც ხანძრის გავრცელება ტყეებში. და ჩვენ დიალოგის ბოლოს კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენ რადიო მსმენელს, რომ ჩვენ საქართველოში ჩვენი სატყეო ფონდი არის აბსოლუტურად უნიკალური და გამორჩეული.
ევროპის ქვეყნებს ხო ცალსახად და ძალიან ბევრ ქვეყანას აღემატება ჩვენი სატყეო ფონდი იმით რომ რა თქმა უნდა ხე-ტყე ყველგან კარგია უბრალოდ ჩვენთან არის ბუნებრივი ტყის ფონდების ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელი რაც უნიკალურობას და მიზიდულობას კიდევ ერთხელ ხარს უსვამს და ალბათ ჩვენი ვალია და ვალდებულება რომ ეს შევინარჩუნოთ. მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.